მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ქრისტეს მიერ საყვარელო დებო და ძმებო ეს არის გადაცემა სტუმრად მამა გურამთან მე ამ გადაცემის წამყვანი გახლავართ როგორც მოგახსენეთ მამა გურამ ოთხოზორია და დღეს ჩვენ გვყავს ისევ სტუმარი სტუდიაში როგორც წინა გადაცემებზე ვთქვით სტუმრის ფუნქცია და სტუმრის სტატუსი სწორედ იმას გვაძლევს ჩვენ რომ ყოველთვის დაკავშირებული არის უცხოსთან, საინტერესოსთან, ახალთან სტუმარი გვამდიდრებს ხოლმე თავისი სამყაროთი რომელშიც ის არის გათვითცნობიერებული და დღეს გვინდა ჩვენ გაგაცნოთ ასეთი საინტერესო სტუმარი რომელიც არის ცნობილი თავისი საინტერესო და თითქმის მე ვიტყოდი მსოფლიოში მნიშვნელოვან აღმოჩენას უკავშირდება მისი სახელი ეს არის გია კვაშილავა მოგესალმებით ბატონო გია მე შემიძლია პირდაპირ თქვა რომ თქვენ ქართული საზოგადოება უკვე კარგად გიცნობთ როგორც პიროვნებას რომლის სახელი უშუალოდ უკავშირდება მე ვიტყოდი მსოფლიოში ერთ-ერთ საოცარი აი გაუშიფრავ ტექსტად ჩათვლილ ფესტოსის დისკოს გაშიფვრის საკითხს და უფრო მეტიც არა თუ ზოგადად უკავშირდება არამედ ითვლებით თითქმის უალტერნატივოდ ითვლება თითქმის თქვენი ეს მიდგომა და თქვენეული გაშიფრვა დღევანდელ მსოფლიოში ორი სიტყვით ვიტყვი მსმენელთათვის რომ სანამ ბატონი გია უშუალოდ გადავიდოდეს ამ ფესტოსის დისკოსზე და ზოგადად საერთოდ ამ ძველი დამწერლობის ახსნაზე თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი უბრალოდ ჩვენს რეალობაში ეს ფესტოსის დისკო დაახლოებით მე როგორც მახსოვს ეს 90-იანი წლების ბოლოდან ჩდება პრესაში ჯერ ყვითელ პრესაში ბულვარო პრესაში რომ თქვა გაჩნდა ესეთი განცხადება რომ გია კვაშილავამ გაშიფრა ფესტოსის დისკო ეს ცოტა ესეთი ურაპატრიოტული პათოსით იყო ჩვენ ეს გვახასიათებს ჩვენ ეს ამიტომ მაინც და მაინც სერიოზულად არ საღებებოდა იმ დროს ბატონო გია და მას რაღაცნაირად კი ჩდებოდა შიგადაშიგ მაგრამ იმდენ იმას ესეთი სერიოზული მეცნიერული სახე ამას არ მიცემია და ერთ შენიერ დღეს უკვე ეს არის 2008 წელი ბატონი გია მიწვეული იქნა ლონდონის მეცნიერებათა სამეცნიერო ცენტრის ესეთი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის და ლონდონის სიძველეთა შემსწავლელ საზოგადოებაში სწორედ ამ მისი აღმოჩენის მოხსენებასა დაკავშირებით სადაც 100 ესეთი ამ თემის გარშემო ვინც მომუშავე 100 პიროვნება იყო მიწვეული და აქედან 12 შეირჩა და იმ 12-დან იყო ყველაზე საინტერესოდ მიჩნეული ბატონი გიას აღმოჩენა ფესტოსის დისკოს გარშემო მოგესალმებით ეს ფესტოსის დისკო თითქმის 100 წელი იმის მერე რაც ლუიჯი პერნიემ აღმოაჩინა ეს დისკო ითვლებოდა ფაქტიურად გაუშიფრება მთელი 100 წელი და ზოგადად ითვლებოდა ამაზე ბატონი გია შემდეგ მოგვახსენებს ჩვენ რომ ეს თითქმის გაუშიფრავი ტექსტი ნუ ზოგადად ვარაუდები იყო ეს იყო ყოველ შემთხვევაში არაბერძნული წარწერა და მაშინ რა გამოდის რომ ბერძნებამდე ესე იგი სხვა კულტურის ხალხი არსებობდა და ამით იყო ეს ტექსტი საინტერესო და სწორედ ამას მივადექი ჩვენ ამ ტექსტის სერიოზულობა. შემდეგ გიას მოხსენები დაინტერესდა საერთოდ აი ესეთი სიძველეთა შემსწავლელი და გაუშიფრავი ტექსტებზე მომუშავე საზოგადოება აკადემიები ამერიკის როგორც გითხარით ბრიტანეთის საბერძნეთის გამოიცა წიგნები აი ჩვენ გვაქვს აქ რამდენიმე წიგნი და კიდევ უამრავ გამოცემებში სადაც პირდაპირ აი მაგალითად აი ამ წიგნში რომელიც ბრიტანეთში გამოიცა თითქმის 200 გვერდი ეთმობა ბატონ გიას შრომა და საბოლოო ჯამში ქართულმა საქართველოს მეცნიერო აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე საბოლოოდ კიდე ეთანხმება რა თქმა უნდა ამ აღმოჩენას და უნივერსიტეტში დაარსდა სპეციალური ცენტრი ამ კულტურის და ზოგადად აი ამ აღმოჩენის გარშემო მომუშავე ესეთი ცენტრი რომელიც უშუალოდ ამას უკავშირდება და პირდაპირ ბატონი გიას თანამდებობა სწორედ დღეს ანუ სამუშაო ადგილი სამსახურებრივი ადგილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიისა და გამოყენებითი ენათმეცნიერის ინსტიტუტის სამეცნიერო ცენტრის ენა ლოგიკა მეტყველება მეცნიერ-მკვლევარი, რომლის დირექტორი გახლავთ ბატონი თამაზ გამყრელიძე სწორედ აი ამ
ამ ფესტოს დისკოს და ახაზოვანი წარწერების გარშემო არის ეს ყველაფერი. ახლა ბატონო გიებ თქვენ შუალოდ გადავალ თქვენთან საიდან დაიწყო ეს ყველაფერი ორიოდე სიტყვით მაინც სმენელთათვის საინტერესო იქნება და საერთოდ ზოგადად ფესტოსის დისკოს გარშემო აი თქვენეული ხედვით შეგიძლიათ მოუყვეთ სმენელებს და მაყურებლებს. პირველად დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. რაც შეეხება თემას, წაუკითხავი წარწერების ამოკითხვის თაობაზე, დიდი ხნის წინ დავინტერესდით, როგორც მათემატიკის პროფესიიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდებოდა რამდენიმე ანბანი შესწავლა, ეს იყო ბერძნულის, ლათინურის, ებრაულის, რომ ჩვეულებრივ მათემატიკოსებს აღნიშვნები ქონოდა. ამ შედეგად დავინტერესდით სხვადასხვა დამწერლობებით. და უპირველესად ამ დროს ნახეთ სახალხო განათლებაში 99 წლის 13 დეკემბრისას, სადაც იყო ფესტოს დისკოსა და A-კლასის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვის თაობაზე. ეს სტატია ეკუთვნოდა ისტორიკოს ნინო კიღურაძეს, რომელიც ეხებოდა ჰერბერტ ზევიშის მოსაზრებას, რომ ფესტოს დისკოსა და A-კლასის ხაზოვანი წარწერების ენა არის სამხრეთ კავკასიური, ანუ საერთო ქართველურ ენაზე შესრულებული. მაშინვე გახდით 17 წლის, ეს არ იყო ეს ამოცანა ასე წინასწარ გადასაწყვეტი, რომ გადავწყვიტავდით თუ არა. შემდეგში როგორც მათემატიკურ ფაკულტეტზე გავაგზავნე სწავლა, სწორედ მოხდა კიდევ იქ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შევისწავლეთ ძველი მათემატიკა, ეგვიპტური და ძველი შუმერული მათემატიკა. ეს იეროგლიფური დამწერლობა უნდა გწოდნოდა, ლუსმული დამწერლობაც რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე დავინტერესდით უძველესი მათემატიკა, თვით ბერძნულად როგორ შეიწერებოდა, ევკლიდეს გეომეტრია როგორ არის. აქედან გამომდინარე მივედით ასეთ ძველ დამწერლობების შესწავლაზე. რადგანაც ამოცანა იყო ფესტოსის დისკოსა და A-კლასის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვა, ეს უკვე გავიხადეთ ამოცანად, რომ შეგვესწავლა ეს. შემდეგში გავაგრძელეთ კვლევა და შედეგი თქვენ უკვე მსმენელებს მოახსენეთ, რომ ეს ენა, რომელიც არის წარმოდგენილი A-კლასის ხაზოვან წარწერებში, ეს არის 1427 წარწერა და ფესტოს დისკო და კიდევ რამდენიმე თიხის ფირფით არსებობს 370, რომელსაც პირობითად კრეტული იეროგლიფური დამწერლობა ქვია. ეს ყველა არის შედგენილი საერთო ქართველურ ენაზე. შემდეგში საერთო ქართველურ ენა იშლება, დიფერენცია ხდება და საერთო ქართველური ენის სტრუქტურა, ანუ მისი ძირი, როგორი არის, დაუშვათ სახელობით ბრუნის ნიშანი, ნათესაობით ბრუნის ნიშანი, ან როგორი აქვს სუფიქსი, ეს ყველაფერი წინასწარ წარმოდგენილი ქონდათ, უпростоრად 1965 წელს გამყრელზე მაჭავარიანმა შექმნეს ძალიან რევოლუციური თეორია ქართველურ ენების შესახებ, ეს არის სონათა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. სწორედ აქ არის წარმოდგენილი პროტოქართველური ენის სტრუქტურა და მათი ვარაუდები ფესტოს დისკოსა და A-კლასის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვისას დადასტურდა, რომ ეს სტრუქტურა ამ ენას ასეთი აქვს. იდეას საინტერესო ბატონო გია საიდან მოდის აი სწორედ ეს თეორია ამტკიცებულება, რომ წინარე ბერძნული მოსახლეობა აქ იყო, თუნდაც წინარე ქართველური აი რას უკავშირდება ეს აი რომელ ეს არის ძველი ბერძნული წყაროებიდან მოდის ეს დასტურდება იქიდან თუ დაუშვათ თანამედროვე მეცნიერებსაც აქვთ ეს ჰიპოთეზა ან დაუშვათ ან რასახელით მოიხსენება საერთოდ ისტორიაში ის წინარე ქართველური ტომები და როგორ ვამტკიცებთ ჩვენ რომ ეს ზუსტად წინარე ქართველური ანუ შეგვიძლია თქვა კოლხური თუნდაც კულტურის ნაწილი იყო ის წინარე ბერძნული მოსახლეობა. ძველი ბერძნული წყაროები უპირველესად დიახ ეს მასალა დაფიქსირებულია ძველი ბერძნულ წყაროებში თუ ვისაც აინტერესებს კითხვებს და მსმენელს შეუძლია ეს მასალა მთლიანად მოიძიოს წიგნი არსებობს აკაკი ურუშაძის ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში 1964 წელსაა გამოცემული. აქ არის ძველი ბერძნული წყარო მოტანილი ორიგინალი შემდეგი არის ქართული თარგმანი. ანუ მთელი მასალა რომ იქ ოდესღაც სანამ ბერძნული ტომები განსახლდებოდნენ კონტინენტურ საბერძნეთისა და კუნძულების ტერიტორიებზე სახლობდნენ პირობითად ცნობილი ეს პელაზგები, დოლიონები, ლელეგები და სხვაები, რომლებიც არ იყვნენ არც ბერძნული და თავისთავად საერთოდ არ იყვნენ ინდოევროპული ტომებს არ მიეკუთვნებოდნენ. ეს იყვნენ
ისევე ბერძნული წყაროების მიხედვით მითითება არსებობს, რომ ესენი არიან სამხრეთ კავკასიური, თუმცა ეს ტერმინი მაშინ არ არსებობდა, მათ ეძახოდნენ მაკრონებს, მაკრისელებს და ისევე ბერძნული წყარო განმარტავს ამას, მაგალითად არის დაუშვათ ავიღოთ აპოლონიუს როდოსელის არგონავტიკა. ში არის ესეთი ციტატა მაკრისელთა პელასკური ლაშქარი მოგვადგაო და ამ ციტატის განმარტებელი თვითონ ბერძენი სკოლიასტი განმარტავს, რომ მაკრისი ეს არის მაკრონი. მაკრონი ეს ერთ-ერთი კოლხური ტომია, რომელიც შემდეგში უკვე ჩდება სამხრეთ კავკასიაში. საკუთად მიღებულია, რომ ეს ასეა. ამის დიახ. და თვითონ თანამედროვე მეცნიერების მტკიცებულებები, რომ ეს ახაზოვანი, რომ არ არის ეს ბერძნული და არც იშიფრება ბერძნულად, ამაზეც იყო ალბათ არა მეცნიერების გამოთქმული ვარაუდი, რას უკავშირდებოდა ეს მაშინ რომელიმე კონკრეტულად რომელიმე ენობრივ ჯგუფს მიაკუთვნებდა თუ უშუალოდ მითითება იყო რომ რაღაცაირად კავკასიურთან ახლოს იყო. აი რომელ მეცნიერებს უპირველესად ჩვენ გვახსენდება ავსტრიელი ლინგვისტი კრეჩმერი, რომელიც 1896 წელს ბეშტავს იქს ბერძნული ენის გრამატიკას და იქ მიუთითებს ტოპონიმებს, რომელიც არ აიხსნება არა ბერძნული, არამედ არც ინდოევროპული ძირებით არ არის წარმოდგენილი, მას აქვს ცოტათი მინიშნება სამხრეთ კავკასიაზე, მაგრამ მის თეორია შემდეგში სხვებიც აყვა, ეს შახერმაიერი, მეიე და სხვებიც საკმაოდ ბევრი 150 მეცნიერის დასახელება შეგვიძლია ევროპულ სამეცნიერო წრეებიდან და საქართველოსდან განსაკუთრებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ სიმონ ყაუჩიშვილი, თინათინ ყაუჩიშვილი, აკაკი ურუშაძე, პანტელონ ბერაძე, რისმა გორდეზიანი, თამას გამყრელძე და რუს მეცნიერს ივანოვსაც აქვთ ეს მოსაზრებები, რომ A კლასის ხაზოვანი წარწერები ეს არ არის არა ბერძნული, არც ინდოევროპული, არც სემიტურ ენაზე შესრულებული. და იქვე გამოითქვა მოსაზრება, რომ შახერმაიერის მიერ ეს არის სამხრეთ კავკასიური ენა. გასაგებია. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ჰერბერტ ზებიშმა ეს მოყვარული, როგორ ვთქვათ, არა ლინგვისტი, მა შექმნა პროგრამა 1987 წელს და ნუ მან ამ პროგრამის მიხედვით დაადგინა, რომ ფესტოზისკოს ტექსტის ენა და A კლასის ხაზოვანი წარწერების ენა არის ქართველური. ეს კონკრეტულად მასა. მოკლედ ახლა უშუალოდ შეიძლება მაყურებელს დაინტერესდეს, აქ ჩვენ გვაქვს ფაქტურად ეს არის ასლი, ზუსტი ასლი, არა, რომელიც თქვენ უშუალოდ როდესაც იმყოფებოდით კრეტაზე, ანუ სადაც ჩვენ საუბარში თქვით, რომ ეს პირველი ქართველი იყავით, როდესაც თქვენ რომელმაც ფეხი დადგა ისეთ არქეოლოგიურ ანუ ნაშთები, სადაც ინახება და ესეთი კრეტის მუზეუმი, სადაც ანუ ძალიან დახურული ფაქტურად ეს საცავებია და თქვენ უშუალოდ იმყოფებოდით და იქიდან გაქვთ ეს მოტანილი და ორიოდე სიტყვით მაინც ეს საინტერესოა, აი ეს ზომა და ტექსტი. აი რა ტექსტია ძალიან ისე მაინც რომ რა მოიკითხეთ თქვენ აი რა შინაარსი და უპირველესად ფესტოზისკოს ზომები არის დაახლოებით 16-17 სანტიმეტრი დიამეტრში. თიხის ფირფიტაა და ორივე მხრიდან არის ოქროს ყალიბებით დაბეჭდილი. ჩვენ შესაძლებელია რომ ჩვენ კრეტაზე ვიმყოფებოდით ორი ადამიანი, პროფესორი ქალბატონი ნანა შენგელაია, რომელიც ინგლისურად თარგმნის ჩვენს ნაშრომებს და სწორედ დიდი ყურადღება და პროფესიონალური თარგმანი რომ შესრულდა, ამიტომ გამოიწვია ჩვენი დიდი ყურადღება ჩვენი ნაშრომების ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში და ამ ქალბატონის დამსახურება. ნამდვილად მეც აქვე უნდა ვთქვათ ორი ქალბატონი, ეს გახლავთ ჩვენი ცენტრის დირექტორი, ერთი არის ქალბატონი პროფესორი ნანი ჭანიშვილი, რომელიც ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიკეთებდა იმ პერიოდებში, რომელიც შეუძლებელი იყო და ასევე ქალბატონი ნელი მახარაძე, რომელიც არის ბიზანტიოლოგი აღმოსავლეთ ცოდნების ინსტიტუტში, რომელიც პირველი რეცენზენტი იყო ამ ტიპის მასალისა, არა ჩვენთან, არამედ ციგნი დაიბეჭდა და ეგროსურ დამწერლობებზე. საერთოდ ვარაუდი იყო ზოგადად თუმცა საიდან იქნებოდა, როცა საერთოდ რა ტიპის ტექსტი იყო ზოგადად იცოდნენ? ვარაუდი პირველად სერ არტურ ევანსმა გამოთქვა 1909 წელს, რომ ეს ეძღვნება ტექსტი, ეძღვნება დედა ღვთაება, სადმი მიძღვნილია საგალობელი
და სწორედ ტექსტი ასეთი გამოვიდა ჩვენთანაც და ეს რას ეფუძნებოდა ეს ვარაუდი? სწორედ ნიშნების აქ ნახატ ნიშნები არის და აქ დედაღვთაების სიმბოლოები გამოხატულია და საერთოდ კრეტა დედაღმერთის ქვეყანაა, ესე რომ ვთქვათ, დედის ქვეყანად არის მნიშვნელოვანი მთელი სისტემა ეს დედაზეა დაფუძნებული დედაღვთაებაზე. მოგეხსენებათ რომ რეაგებელი არის ზევსის დედა და სწორედ ზევსი იშვა კუნძულ კრეტაზე, იქ ბერძნული წყაროების მიხედვით კუნძულ კრეტაზე, სადაც იშა, სხვადასხვა მოსაზრება დიხტეს გამოქვაბულში, მას იცავენ კოლხი კორიბანტები მამამისგან, რომ მამამისმა არ შეჭამოს მისი ვაჟიშვილი. ეს ტრაბონის მასალა, ეს მოგვიანო მასალა, მაგრამ ბევრი მასალა დაცული ბერძნულ წყაროებში. საინტერესო ბატონო გია, კიდე დამატებით არა მარტო ეს ნუ ახლა თავისთავად ცხადია, ეს ძალიან ესეთი რევოლუციური მართლა აღმოჩენა და ამაზე კიდე ვისაუბრებ ჩვენ თუ რა მნიშვნელობა გამას არა მხოლოდ ჩვენი ისტორიისთვის, არამედ ზოგადად მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი ევროპის და მსოფლიო ისტორიისთვის ეს რა ხდება, რომ ჩვენ ფაქტობრივად ახალ კულტურულ ანუ თუ აქამდე ბერძნული ცივილიზაცია ითვლებოდა უშუალოდ დედად და ბიზგის მიმცემად ყველაფრის ევროპული კულტურისას და შემდეგ ევროპა კულტურა უკვე ამერიკას კულტურაც იქიდან იწყება. ამ დროს უკვე ჩდება ჩვენი ისტორიისთვის მხოლოდ არა, არამედ ზოგადად მსოფლიოსთვის ეს გადაიწევს ალბათ და ინტერესის სფერო აღმოჩნდება უკვე უშუალოდ ჩვენი სამყარო ქართული ცივილიზაცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ახლა კიდე დამატებით, გარდა იმისა, რომ ჩვენ ახლა ესე ზოგადი საუბარი გვაქვს, ეს ძალიან ესეთი დიდი თემაა, რომ თქვენ ალბათ უფრო ისეთ სხვა შეხვედრებისას უფრო საფუძვლიანად ისაუბრეთ მეცნიერული მიდგომით, მაგრამ რახან ჩვენ მსმენელთა ეს ფართო აუდიტორია გვყავს, უფრო საინტერესო იქნება გარდა ფესოს დისკუსი თქვენ ახაზოვანი წარწერით გაშიბრეთ უამრავი ესე იგი წარწერა, აგერ თქვენ ერთ-ერთი ნიმუში გაქვთ, ეს თუ შესაძლებელია რომ ეს ვაჩვენოთ, რამდენი 1427 წარწერაა და რომლის გაშიფრის უკვე გასაღები თქვენ ფაქტურად გაგვდა კიდეც უკვე გამოქვეყნებული ტექსტები. ახლა ჩვენ მივადექით ამ საკითხს ჩვენი გადაცემისთვის საინტერესო იქნება რა ხდება, რა სამყარო იშიფრება ბატონო გია. არა მხოლოდ ამ ხელნაწერები და ჩვენ ვიცით კრეტაზე გათხრები აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები თქვენ აქ ერთ-ერთი ნიმუშიც გაქვთ მოტანილი ძალიან საინტერესო კრეტის ესეთი საყოფაცხოვრებო ჭურჭელი ძალიან ესეთი ეს ორიგინალთან მაქსიმალურად არის მიახლოებული და რა სამყაროა მოდით ესე ვილაპარაკოთ რელიგიური თვალსაზრისით დავიწყოთ გადავიდეთ სოციალურზე გადავიდეთ პოლიტიკურზე რა არის კრეტა ვინ არის მეფე რა სისტემა ჩვენთვის რა შეიძლება იყოს ნიმუშად აი დღევანდელ 21 საუკუნის ცივილიზაციას თუ შეუძლია აი ვექტორი და სწორება გააკეთოს რაღაც იმ კულტურაზე და იყოს რაღაცნაირად სანიმუშო და ჩვენთვის ნუგეშის მომცემი. აი თუნდაც აი რა სამყაროა აი ზოგადად რო ვთქვა. პირველი საერთოდ რომ გამოვყო ხუთი ცივილიზაცია ეს ამ ხუთი ცივილიზაციიდან ერთ-ერთი კრეტა არის ძალიან საინტერესო ამ ხუთივე ცივილიზაციას აქვს საკუთრივი დამწერლობა. ეს არის შუმერები, ეგვიპტელები, ხარაპას კულტურა, რომელიც მისი დამწერლობა არ არის საკითხული და აქ ახლა აღმოჩნდა კრეტა მეხუთეა, ერთი დამწერლობა კიდე არის ელამური, რომელიც კიდე არა გაშიფრული. სწორედ ფესოს დისკოსა და აკლასის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვა გვაძლევს ჩვენ საშუალებას რანაირი იყვნენ ეს ხალხი კუნძულ კრეტაზე და სხვა მიმდებარე კუნძულებზე მაცხოვრებელი ხალხი. ესენი იყვნენ ძალიან თავისუფალი, საზოგადოება ძალიან დემოკრატიული რომ ვთქვათ, ქალს თავისი უფლებები ჰქონდა, მამაკაცსაც ზოგჯერ შეიძლება ქალის უფლებები თავისუფალი ყოფილი იყო, სასამართლო იმდენად მოწესრიგებული იყო თვით მინოსიც კი იმდენად კარგი მოსამართლე იყო, მერე შემდეგში ჰადესში მას მიეცა ეს უფლება, საით უნდა გაანაწილოს სულები. სულები ჰადესში სიკვდილის საუკუნეში. მოგეხსენებათ რომ მინოსი გახლავთ კუნძული კრეტის მეფე.
მას მეუღლეთ ყავს აიეთის და პასიფაია. აი, პრინციპით მართავს, აი ეს არის საინტერესო. ძალადობის პრინციპით, უშუალოდ რელიგიური შიშით, ან რა მექანიზმებით, აი რა დაახლოებით აი ეს. საერთოდ ეს ცივილიზაცია არ იგრძნობა ამ ტექსტების აკლასის ხაზოვანი წარწერების მიხედვით არ იგრძნობა, რომ ისინი აგრესიულები არიან. აგრესიულები ხდებიან სხვა შემთხვევაში, როცა მას ბერძნული ტომები შემოესევა. და თავდაცვით უნარიანობაზე გადადიან, ან თავდაცვაზე გადადიან. აღმოჩნდა, რომ ბევრ არქეოლოგიურ მასალების დროს აღმოჩნდა წარწერები, ქვევრები, ჭურჭელი და სხვადასხვა ისეთი უნიკალური გეომეტრიულად და ასე გაფორმებული, გეომეტრიულ ფიგურულად გაკეთებული და ასე გაფორმებული გეომეტრიული ფიგურებით, სცენარებით, რომ ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვება კუნძულ კრეტაზე საბრძოლო იარაღები. იმ პერიოდის ნაშთებში არ შეიმჩნევა ფაქტობრივად ესეთი ეს საზოგადოება ძალიან გულგახსნილი, როგორ ვთქვათ, ესე იგი ესენი ცხოვრობდნენ მთლიანად ეზო არ იყო მთლიანად ღია იყო, ღობეც კი არ ჰქონდათ, მოკლედ რომ ვთქვათ, ну ეს ისეთი საზოგადოება როგორ შევადაროთ ამჟამად კიდევ პარიში, ანუ მე-20 საუკუნეში პარიშიც კი არ იცოდნენ ასე კარგად ქალბატონები. ამას ჩვენ ფრესკები გვეუბნება, ისეთი დახვეწილად აქვთ თმები გაკეთებული, მამაკაცებს არაჩვეულებრივად აცვიათ ეს გაფორმება ფერების, ну ეს ძალიან საინტერესოა. ზოგჯერ მე თვითონ და სხვა მეცნიერიც აღნიშნავს, რომ გაოცებულები ვრჩებით, რომ ну თუ ესენი 4000 წლის წინ თანამედროვეს გვანან. რელიგია მუშაობს აქ უმთავრესად. ეს საინტერესოა. დედა არის. რაღაც ფორმა შეიძლება, ფორმა იკვეთება რელიგიური. დიახ, აქ რელია დედა ღმერთი დგას მთავარ იმაზე და იმდენად პატივიცემით არიან გამოჭარული ერთმანეთის მიმართ საზოგადოება, რომ სწორედ მისი რელიგიიდან გამომდინარე მოდის ეს, რომ საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალი და სიყვარულით ახსავსე. ანუ ამას ყველაფერს აკეთებენ სიყვარულით, პატივიცემით. ესე იგი მეფეს ემსახურებიან სიყვარულით. ну ერთ-ერთ ფრესკაზე ჩანს მონებსაც კი არ აქვს უფლება რომ თავი ჩაღუნონ მეფის წინაშე, არამედ გახარებულნი უნდა მიართვან ეს საჩუქრები და ხელება წეული. ანუ ეს ფრესკაზე ჩანს მონა მეფეს უახლოვდება გახარებული და გახარებული. ну ჩვენ ახლა თანამედროვე მნიშვნელობით იმათ მონებს ვერ უწოდებთ ჩვენ. არ არიან ასეთი ბევრმა იცის ეგვიპტური ცივილიზაცია, მაგრამ იქაც არის ასეთი ნიშნები. სიყვარულის მონები შეიძლება დავახსოვოთ, მოდი ვთქვათ, ნებაყოფლობით ასეთი დამონებულები აი თუ ნიჭიერი ადამიანი გაერევოდა ამ საზოგადოებაში, აუცილებლად იყოს სპეციალური ისა შემფასებელი სტრუქტურა, რომ ამ ნიჭიერი ადამიანის ჩვეულებრივ დაბალი დონიდან, ანუ გლეხის იერარქიიდან გამოსულ ადამიანს უნდა დახმარებოდა თელი სისტემა. დაახლოებით ასეთივე სისტემა ეგვიპტეშიც იყო. უბრალოდ განსხვავდებოდა იმაში, რომ ფარაონთან პირდაპირ ხედვა არ შეიძლებოდა შეხედვა. კი, ეგვიპტეში ასე. და აქ იყო გაღიმებული საზოგადოება, ну როგორ ქონდათ სასახლე 20000 კვადრატულზე გადაჭიმული კნესოსის სასახლე უშუალოდ. კნოსოში, ასევე ფესტოში და ზაკროში და ასევე მალიაში 4 სასახლე ქონდათ მათ და ეს სასახლე ისე არქიტექტურულად აშენებული, ზოგჯერ არის 5 სართული, ზოგჯერ 4. ეს სინათლის განაწილებაც კი არის გაანგარიშებული. სვეტები ხისგან გაკეთებული, ну გვაგონებს რაღაცა ფორმით, ამას ლონგინო სუმბაძე ამბობს, ქართველი არქიტექტორიც შესანიშნავი წიგნი აქვს, რომ ძალიან მოგვაგონებს ქართულ დედაბოძს. არის ადგილები, შესაკრებელი ადგილები ქალბატონების, სადაც ფიქრობენ, რომ აქ სვეტი იყო აღმართული და ამის წინაშე რაღაც რიტუალი ტარდებოდა. და აღნიშნები ეს ბორჯღალის მსგავსი ნიშნები ან სვასტიკა ან რაღაცა ესეთი სულ ყველა დაკავშირებულია, აქაც ხდება ეს ძლიერად. მეგორი საუბარში აღნიშნეთ, რომ აი ეს სისტემა წყლის აი რომ მე თქვენ თქვით, რომ შუა საუკუნეების ევროპაშიც კი არ იყო უზრუნველყოფილი მეფის სასახლეები, წყლის გამყვანი სისტემები და იქ დაფიქსირებულია, რომ აბსოლუტურად ეს აი მე-3 სართულზე, მე-4 სართულზე ამოდის წყალი, ну ეხლა რა ტექნოლოგიით ხდებოდა ეს არის, მილები არსებობს. ну აქ კიდევ ერთი რაღაც მე უნდა ვთქვა, რომ ჯვარი არის სიმბოლო დედა ღმერთის. ამის წინაშე
ლოცულობენ ჯვარი არა კვადრატულ ჯვარზე მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის დედა ღვთაების სიმბოლო ნუ ამ კაცობრიობას ამ ცივილიზაციას ეს ნიშნები აქვს კანალიზაცია და ფრესკების სისტემა იმდენად არის დახვეწილი რომ როგორ გითხრათ შეუძლებელი იყო თქვენ როგორც ბრძანეთ შუა საუკუნეების ევროპაშიც და გზაზე იყო კიდე ლაპარაკი რომ არ იყო ეს ჩვეულებრივ ბუნებრივად გატკეპილი გზა არამედ დაგებული ქვაფენილი რამდენიმე კილო 60 კილომეტრზე აი ამ ტერიტორიაზე ეს ძალიან დიდი ცივილიზაციის და ანუ რა გამოდის ახლა მოდი ჩვენ ცოტა ისეთ ჭრილში რომ შევხედოთ აი ჩვენ რა უნდა ვიფიქროთ ჩვენ ასე გვასწავლეს ეს არის სწორედ ჩვენი პრობლემა რომ ჩვენ ასე გვასწავლეს რომ ახლა ევოლუციის თეორიით ვიყავით ნაკვებები რაღაც სიმარტივიდან ვიზრდებით რაღაცაირად უფრო სიმაღლისკენ და ვითარდებით და ამ შემთხვევაში თუ დავაკვირდებით კულტურებს და ცივილიზაციებს აქ ასე არ გამოდის აქ გამოდის ერთი ღერძი არსებობს რაღაცა ამ სამყაროში რაღაცა ცნობიერება რაღაცა ღვთაებრივი რაღაცა თანდასწრება მიწიერ საზოგადოებაში რომელთანაც მიახლოება ან სიშორე ქმნის შესაბამის ცივილიზაციას და ეს უკვე არ არის დამოკიდებული უშუალოდ ეპოქაზე 21 საუკუნე იქნება თუ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 21 საუკუნე განისაზღვრება ცივილიზაცია იმით კი არა რომ რაც უფრო აქეთ მოვდივართ არამედ იმით თუ რამდენად არსებული კულტურული სივრცე უახლოვდება სწორედ უხილავ ღერძს რასაც ჩვენ სხვადასხვა სახელებით მოვიხსენიებთ ამ შემთხვევაში გამოდის რომ აი ამ საზოგადოებაში კრეტაზე რომელიც ფაქტურად თითქმის 4000 წლის წინანდელ ისტორიას ყვებით არის ისეთი ტიპის საზოგადოება რომელიც ჩვენ მიუხედავად მთელი ჩვენი კანონებისა მთელი ჩვენი ტექნოლოგიებისა და რაღაცა თეორიებისა ლიბერალიზმი გვინდა დემოკრატია ახლოსაც ვერ მოვდივარ და პირიქით ჩვენი რაღაცნაირად ჩვენი მომავალში მისაღწევის საგანს წარმოადგენს ის რაც უკვე გქონდა ანუ ჩვენ რაღაცა ახლის და რაღაცა ხელახლა ველოსიპედის გამოგონება არ გჭირდება თურმე არამედ მიბრუნება იმ რაღაცას და რომელიც ისტორიაში იყო პრეცედენტი და დაფიქსირებული როგორ შეიძლება საზოგადოებაში იყოს იდილია როგორ შეიძლება სიყვარული ზეობდეს და ეს სიყვარული სწორედ მომგებიანია ყველა თვალსაზრისით და ძალადობა სულაც არ არის რაღაცის გადაწყვეტის ან რაღაცის მიღწევის რაღაცაირად ისეთი პანაცეა და ისეთი უალტერნატივო საშუალება და სწორედ ეს ჯვარი მაცხოვრი ჯვარი ძალა უძალოთა ძლევაი საკვირველი ჯვარზე აი სიყვარულით ადამიანების ჰარმონიის მიღწევა სიყვარულით და არა ძალადობით ან თუნდაც ქაღალდზე დაწერილი კანონებით სულაც არ არის აუცილებელი და აი მაცხოვრის ეს ყველაფერი რაც ითქვა მაცხოვარში თურმე აქედანაც ჩანს რომ ეს ასეა და ასე აჯობებს და ჩვენთვის სწორედ ეს კითხვა დავსვიჩე რომ ჩვენთვის ეს არ არის უბრალოდ წარსული არამედ სწორედ ის რომელსაც კვლავ და კვლავ უნდა მიუბრუნდეთ ანუ ჩვენ რაღაცაირად აი ესეთი ბოლშევიკურად წინ კი არ უნდა ვიყურებოდეთ მხოლოდ არამედ რაღაცაირად მივაქციოთ რომ ეს ყველაფერი დაუბრუნდეთ იმას რასაც მოვწყდით სხვათა შორის ბერძნულად ჭეშმარიტებას ქვია ალეთია ეს არის ნუ მე წავიკითხე ხა განმარტებებში და ლეთოს არის დავიწყება მდინარე ლეთა არის უარყოფის ნაწილაკი და ერთად რო შევაერთოთ ეს არის ბერძენი თეოლოგი ზიზიულასი მაგას აქვს განმარტებული შევაერთოთ ეს არის არ დავიწყება ანუ რო პოზიტივში რო ვთქვათ გახსენება და ქართული სიტყვაც ხსნა ქრისტემ გვიხსნა მის ფუძე არის ხსენება ხსნაშია ხსენება ანუ ხსნა არის ხსენებაში ანუ გახსენებაში და აი ეს ამიტომ ჭირდება ჩვენ ეს რომ ეს წარსული დღეს არის ტენდენცია რაღაცნაირად რომ რაღაცა ისეთი მოვწყდეთ ფესვებს და სწორედ ილია რო ამბობს ერის გათახსირება მაშინ იწყება როცა ის კულტურას ივიწყებს სწორედ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ აი როცა ჩავდივართ აი ამ სიღრმეებში საიდან ვიწყებით ჩვენ ეს უკვე პასუხისმგებლობას გვიმატა ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ უნდა ვიკვეხნოთ რომ ნახეთ ჩვენ სხვებს ჯობი ვარ და 4000 წლის წინ დამწერლობა გქონდა თურმე წინარე ქართველებს არამედ პასუხისმგებლობა და ვალდებულება როგორც თქვენ ბრძანეთ ბატონო გია ეს ადამიანს უკვე შემართულს ხდის და სამყაროს წინაშე მას პასუხისმგებლობის გზნობას უმატებს და აი ეს
უფრო ამძიმებს ადამიანს ამ წუთის სოფელში, რომ მე უფრო დიდი ვარ უსასრულოდ, ვიდრე ერთჯერადი რაღაცნაირად ბიოლოგიური არსება, რომელიც მოდის და მიდის ამ ქვეყანაზე ქრება. მამა გურამ ჩვენ რა თქმა უნდა ეს მასალები რომ აღმოჩნდა ქართველური ეს რა თქმა უნდა უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს, მაგრამ აქ კიდევ ჩვენ რატომ სწავლობთ ამ ძველ ისტორიას, რომ როგორ მოვეწყოთ ჩვენ კიდევ აი პირადად ახლა ჩვენ სახელმწიფოს უჭირს როგორ რა მიმართულებით შეიძლება ამაშიც კი გამოგვადგეს ძველი მასალების მოპოვება. აკლასის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა ამ ტექსტებში ფიქსირდება ტოპონიმები, მაგალითად აია კოლხეთიც არის ნახსენები 500-მდე ადამიანის ანთროპონიმია, რომელიც ქართველურია ზუსტად. აქ ბევრი ლინგვისტური ნაწილი ისეთი რაღაც სახელმწიფო სტრუქტურის რაღაც ნიშნები, ახლა შეიძლება ასე ვთქვათ, მინიმალურად, თორემ თლად ასე არ არის. შეიმჩნევა აქ დაუშვათ პარლამენტი ვუწოდოთ, რაღაც დარბაზი არსებობს მეფის წინ, დედოფლის წინ და ანუ იქ არაფერი არ გადის ისე თუ არ შეთანხმდნენ, ანუ თლიანად ჯგუფი აკეთებს ამას. ანუ ერთი პიროვნება არ იმღებულობდა გადაწყვეტილებას, თუმცა მეფის ინსტიტუტია, დედოფლის ინსტიტუტია, ქურუმების ინსტიტუტია, მაგრამ აქ ირჩევა. და თუ ამ საზოგადოებას რაღაცა სამეფო კანონი არ მოწონს, ხმათა უმრავლესობით ახლა კენჭისყრა იქნებოდა თუ რაღაც ეს არ ვიცით, მაგრამ ნიშნები ჩანს, რომ ის კანონი ამოიღება. ეს თვითონ ამ ტექსტებიდანაც დასტურდება, არა მხოლოდ სხვა წყაროებით, არამედ არა, ეხლა მე უშუალოდ ჩვენ გაშიფრულ ტექსტებიდან, ნუ ამ ტექსტებში აკლასის ხაზოვანი წარწერები უფრო მეტად ადმინისტრაციული სასოფლო-სამეურნეო ტიპის ტექსტებია, მაგრამ აქ შეიმჩნევა ეს ჩვენ შეიძლება აღვადგინოთ რაღაც მასალა, ნუ ეს თლიანად ვერ წარმოვადგენთ ჩვენ იმდროინდელ წარმოადგენებს, მაგრამ ყოფითი ცხოვრებაც ისეთნაირად არის წარმოადგენილი სოციალური, რომ გლეხი დაუშვათ, იქ მას გლეხს თუ არ ყავს შესაბამისად ან ხარი ან დაუშვათ სხვა წყვილფეხა საქონელი გამოუყოფენ. თუ არ აქვს კიდევ დაუშვათ საჭმელი ბეღელიდან შესაბამისად მიდის. ანუ არის ეს დახმარება, რომ არსებობს სპეციალური ბეღელი, ნუ ყველა სასახლის წინ არის მარცვლეული ქერია და შეიძლება ხორბალიც ყოფილიყო, რომ ანაწილებდნენ. ღვინო საკმაოდ კარგად არის აქ, ჩვენ ნახეთ ვედაქალბატონ ნანა შენგელაევ ნახეთ საწნახელი, როგორც მარქალდათ ეს იყო ნოსოსის სასახლიდან ცოტა მოშორებით არქანეში, სადაც ეს საწნახელი ეხლა ინახება თავისი ჭურჭელი როგორ ჭურჭელში როგორ გადააქვთ და როგორ გამოიყენებენ ამ ღვინოს. ეს ღვინო არ არის ის რომ ბერძნები იყვენებენ, მერწყალს რომ ურევენ. არამედ ეს უშუალოდ ჩვენ აქ კიდევ დავაფიქსირეთ ამ ტექსტებში ორი ხორბლის ჯიში. ეს არის მხოლოდ სამხრეთ კავკასიური. ნუ ტერმინი არსებობს. იქ იყო. დიახ, იქ არის. დღესდღეობით ეს არის ჩვენი სამხრეთ კავკასიური. აი, ესეთი ტერმინია ბოტანიკოსების მიერ შექმნილი ტრიტიკუმ იბერიკუმ და მეორეს ქვია ტრიტიკუმ პალეოკოლხიკუმ. ამ ორი იდენტიფიკაციას მთლიანად ვერ ვახდენთ, მაგრამ ეს მოსაზრება გვაქვს, რომ პურს როგორ ერქვა, ნუ რაღაც ასეთი მოსაზრებები არის ამ ტექსტში. ძალიან საინტერესო, ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს კიდევ რამდენიმე საკითხს გავაშუქებთ ამასთან დაკავშირებით, ახლა ცოტა ხნით გავალთ რეკლამაზე, რეკლამა ჩვენს გადაცემაში, ჩვენ მალე დაგიბრუნდებით. ჩვენ ვაგზელებთ ჩვენ გადაცემას ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენთან სტუდიაში არის მეცნიერი ენათმეცნიერი გია კვაშილავა, ჩვენ საუბრობდით ფესტოსის დისკოზე, ზოგადად დამწერლობის წარმოშობაზე, მის მნიშვნელობაზე და შემდეგ ახლა ბატონო გია ასეთი კითხვა მინდა დააგისვათ. თქვენ ახართ ძველი ენების სპეციალისტი, იმიტომ რომ თქვენ ამ ტექსტის გაშიფრვა მიგიყვანათ იქამდე, რომ ძალიან ესეთი უძველესი ენები შეგესწავლათ, შეგეჯერებინათ, რა ეს ენები და ის დამწერლობები, რომლებიც ძალიან ესეთი წინარე დამწერლობები არიან და წინარე ენები და სიტყვები, როცა უკვე იწყებდა თვითონ ეს მეტყველება და სიტყვა დაბადებას
განვითარებას, გაშლას, რა ტენდენციები შეინიშნება ბატონო კი აი იქ ჩავდივარ სიღრმეში. აი საიტკენ თქვენ როგორც მეცნიერი, აი რომელიც უშუალოდ ეხებოდით ამ სამყაროს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დღეს არა მარტო ენათმეცნიერებისთვის, არამედ ზოგადად რელიგიისთვისაც. ჩვენ ახლა ბიბლიიდან რა თქმა უნდა წმენი და აპრიორულად ვიღებთ, ამაზე არ არის ლაპარაკი, რომ ენა პირველი ენა ღმერთმა შექმნა, შემდეგ ის მოხდა ბაბილონში ენების აღრევა, არევა და საერთოდ რომ ერთი ენა არის ღვთის საჩუქარი. აქ ეს წმენას ეს პრობლემა არ აქვს, მაგრამ თქვენ როგორც მეცნიერი უფრო როდესაც ეცნობოდით ამ ენების დაბადებას, გაშლას, სიტყვა წარმოებას და აკვირდებით მთელ სოფლიოში ამ ეტიმოლოგიურ მნიშვნელობებს. ანუ შემთხვევითი რაღაცა მიმბაძველობით არის შექმნილი ეს სიტყვები და თუ რაღაცნაირად აქ უფრო ცნობიერება, ერევა, უფრო სულიერება შეიმჩნევა და სიტყვა გამოხატავს რაღაცნაირად საგნის უშინაგანეს არსს. აი როგორ თქვა და არ არის შემთხვევით დარტყმეული არც ნივთებისთვის, არც საგნებისთვის, არც გეოგრაფიული სახელებისთვის და არც ადამიანებისთვის. არამედ რაღაცნაირად უფრო დაიბადა ცნობიერებიდან, შეგნებიდან, სულიერებიდან ეს სიტყვები და არა რაღაცნაირად ვიღაცას მოვიდა თავში და შემთხვევით დაარქვა. ამას აქ დამეთანხმებით მნიშვნელობა საერთოდ ყველა ადამიანისთვის და პირველ რიგში სწორედ გამოდგება ბიბლიური ჭეშმარიტებების კიდევ ერთხელ დამადასტურებლად თუ კი ეს ასეა. ან თქვენ როგორც მეცნიერს აი რა აზრი გაგიჩნდა და რაზე ხართ უფრო ორიენტირებული? შეიძლება მოგახსენოთ ის აზრი, რომ როგორც მათემატიკოსები ვიკვლევთ ენის სტრუქტურას და ფაქტობრივად არსებობს მიმართულება მათემატიკური ლინგვისტიკა. ფაქტობრივად ჩემი საქმიანობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ანუ ძველი ენების და თანამედროვე ენებთან შეჯერებით მათემატიკური სტრუქტურა შეიქმნას, რომ ენის ძირი როგორია, სუფიქსი როგორია და მიმართება ზნასთან ან ბევრი სხვა საკითხები. აქედან გამომდინარე, ბევრი ენა შესწავლილი იქნა, ძველიც და ახალიც. და სპეციალური თეორიაც კი შეიქმნა, ძალიან საინტერესო თეორია არის ილის სვიტიჩისა, ნოსტრატული თეორია, რომელიც ერთ ენაზეა საუბარი. მან 1970-იან წლებში დაბეჭდა ეს სამტომეული, იქ არის მოცემული, მას ბევრი მიმდევარი ყავს ენათმეცნიერებაში. ამერიკული სკოლა დღეს სიცოცხლეშივე არის ხელმძღვანელი ბომხარდი. და დღესაც კიდე არის რუსული სკოლიდან თელ-ავივის უნივერსიტეტში მოღვაწეობს დალკა პოლსკი, რომ ყველა თითქმის დიდი ლინგვისტი, მე ფიქრობ, რომ თამაზ გამყრელძე, რომელიც საუკეთესო ლინგვისტია მთელ სოფლიოში, თითქმის ყველანი ემხრობა, რომ ერთი ენისგან არის სხვა ენებით შექმნილი. თუმცა საერთოდ ზოგადად სამეცნიერო წრეში და პარიზის აკადემიაში რაღაცნაირად ტაბუდად მიღებულია, რომ ამაზე ნაშრომები არ მიიღონ. ეს ამდენ სწორია, მე ასე. ანუ ენათმეცნიერების ენის წარმოშობაზე არ განიხილონ, იმდენად არის ეს დახურული. არსებობს წიგნები, ლექსიკონი არსებობს გამოცემული ნოსტრატული ენისა 2008 წელსა გამოცემული. ახლახან ბომხარდმა 4 ტომეული გამოუცა ნოსტრატული ენის ლექსიკონი და აღმოჩნდა, რომ 3805 სიტყვა, მეტი პლუს ნაკლებობით მთელ სოფლიოში ერთნაირია. ძირი არის განხილული ყველგან. ანუ ერთნაირში რას გულისხმობთ, რომ სიტყვას იგივე მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, იგივე ძირიც უნდა იყოს და მნიშვნელობა იგივე, თორემ ასეთი თანხმედრა ბევრი სიტყვების კი ბევრია. ნუ აქედან გამომდინარე ეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიტყვა არ არის შემთხვევით დარქმეული რაღაც საგნების მიმართ, ანუ ობიექტის მიმართ, ან მცენარეების, ცხოველების ხის მათი ხასიათის, მათი თვისებების. ჩვენ ბიბლიიდანაც გვახსოვს, რომ ადამიანს აქვს უპირატესობა, უფლებას აძლევს ღმერთი, რომ დაარქვას სახე. მე ძალიან ფიქრობდი ამ ენასთან დაკავშირებით, ისეთი მათემატიკური სტრუქტურა გამოჩნდა ენისა, ძალიან ჩამოყალიბებული და ფიქრობდი და კითხე ჩემს კოლეგას, ქალბატონ უფროს კოლეგას, ქალბატონ ნანა შენგელაიას, ძალიან ცნობილი ლინგვისტია, მათემატიკური ლინგვისტიკის მიმართულებით, სტრუქტურული ლინგვისტიკის მიმართულებით დიდხანს მუშაობდა უნივერსიტეტში, პროფესორი გახდა და ასევე ახლაც მოღვაწეობს. მან ამ წინადადებით ყველაფერი გამიხსნა, რომ
ენა ღვთის საჩუქარია, ენა ღმერთის საჩუქარი ადამიანისთვის. ანუ საოცარია ეს, რომ სწორედ ეს ამ წინადადებამ ამ რამდენიმე სიტყვის კომბინაციამ ძალიან იმოქმედა ჩემზე, რომ ჩემს ამოცანას პასუხი გაცა, რომ იმდენად არის ყველა სიტყვა სტრუქტურულად ჩამოყალიბებული და არსობრივად ცნობიერებიდან ისე მოდის, რომ ეს გამზადებული. აი რომ ვთქვათ, გამზადებული ვარიანტი არის, იმიტომ რომ როგორ შეიძლება აბა თელს დედამიწაზე ყველას ერთნაირად კონდეს სიტყვა ერთი მნიშვნელობით წარმოდგენილი. Ну, შეიძლება მომავალში მეცნიერება შეიძლება წინ წავიდეს და უფრო დამაჯერებლად გამოითქვას ეს აზრი, მაგრამ ეხლა მე ჩემი ტექსტებს, რასაც ურთიერთობა მაქვს აკლასის ხაზოვან ტექსტებთან და ფესტოს დისკოსთან, იქიდან გამომდინარე, ბევრი მასალა ამას ადასტურებს, რომ ტოპონიმიც ცხოველების სახელები, სცენარების სახელები, როგორც მათ აქვთ ამ დალგაპოლს, ილიჩ სვიტიჩს, ბომხარტს თავიანთ ლექსიკონებში, ჩვენ მარტო ქართველური ნიშნით ვერ აღვიქვამთ, რომ ეს სიტყვები ამ მნიშვნელობისაა, შემოწმებას ვაკეთებ სწორედ ამ ნოსტრატული ენის ლექსიკონის მიხედვით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება მეცნიერება, ქართველოლოგია, იმ თვალსაზრისით, რომ ალბათ ამ ტექსტების წაკითხვის შემდეგ მთელ მსოფლიოში ვიმედოვნებთ, რომ ქართველოლოგია უფრო მეტ სიმაღლეზე ავა, მეტი დაინტერესება იქნება სხვადასხვა სამეცნიერო უნივერსიტეტებში, რომ შეისწავლონ ქართველური ენები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ნაშრომები იბეჭდება აღმოსავლეთ ცოდნობის ინსტიტუტში, ქართველოლოგია ქვია ჟურნალში, ვისაც დამატებით აინტერესებს, შეუძლიათ ეს ნახონ ეს მასალა. საინტერესო ბატონო გია ეს ყველაფერი, ანუ ეს უკვე ცდება კონკრეტულად ერთი დისციპლინის ენათმეცნიერების ინტერესს და უფრო ფართო მასშტაბებს იზეს ზოგადად, ვინაიდან სიტყვა თვითონ აი როგორც ივანე მახარობელი ამბობს, დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა. აი აქ ეს იმ მოვლენაზეა, იმ სიტყვაზე ელაპარაკი, რომელშიც არის ჩადებული აზრი, ჩადებული არის სულიერება, ჩადებული არის წმენა. და სწორედ ამიტომ მქონდა ადრე ახლა მე ჩემს ბავშვობაში მახსოვს, რომ სიტყვის ეშინოდათ, ახლა არ არის ეს ასეთნაირად არ უკავშირდება შიშს და ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვილაპარაკოთ, მაგრამ სიტყვას წონა ჰქონდა და აი დაუშვათ თუ კი ცუდ სიტყვას იტყო და შიში ჰქონდა, წყეული შიში ჰქონდა, რაღაცა ნეგატიური სიტყვით წარმოქმნის და ამავე დროს ძალიან აფასებდნენ სიტყვას, პოზიტიურ სიტყვას, ნათელ სიტყვას და არათუ აფასებდნენ მართლა ძალაც ჰქონდათ, იმიტომ რომ ადამიანი ენერგიას დებდა, რასაც ამბობდა, იმას ასხეულებდა, იქვე იყო, სიტყვასთან იყო იმ წარმოქმნილ სიტყვასთან შესაბამისი ენერგია და სულიერება ერთ-ერთზე არ იყო გამოყოფილი და ამიტომ ძალა ჰქონდა ამ სიტყვას თვითონ უშუალო წარმოქმნის მომენტში ეს და ახლა წარმოიდგინეთ უფლის სიტყვას ამხელა ძალა იქნებოდა. ახლა ცოტა შეიძლება იქითაც გადავიდეთ მეცნიერო, ახლა თქვენ მეცნიერები ბრძანდებით და ჩვენ ვთქვით რომ ახლა უახლოვდებით თუ არ ვწდები ჩვენ საუბარში ახნიშნეთ რომ ინტერდისციპლინარული მიდგომა, ანუ თუ სამყარო ვიმეცნებდით ფრაგმენტულად დაშლილად, ცალ-ცალკე დისციპლინები ესენი იყვნენ გამოკვეთილი რაღაც ესეთი იყვნენ თავიანთი მიმართებაში, ფილოსოფია, ცალკე მეცნიერება, ხელოვნება და თითქოს ესენი გამორიცხავდნენ კიდეც ერთმანეთს და პრეტენზია ჰქონდათ, რომ აი ფიზიკა თუ ლირიკა და ასე შემდეგ და დღეს ეს რაღაცნაირად ღვება ეს განსხვავებები დისციპლინებს შორის და ცალკე ერთაღებულ დისციპლინას, თუნდაც დავუშვათ ფიზიკა ვიღოთ, მას არ შეუძლია მოიხელთოს და რაღაცნაირად დადოს ჭეშმარიტება შეიცვალოს თლიან და როგორ იყო ეს ბატონო კი ახლა ცოტა უკან წავიდეთ, თქვენ მაინც რახან ენებს სწავლობთ და სიტყვებს და ასეთ ტექსტებთან გქონდათ საქმე, არათუ უშუალო ტექსტის წაკითხვა, არამედ იმ წაკითხვის შინაარსსაც ეცნობოდით, ანუ რაც უფრო იქ სიღრმეში მივდივართ, სამყაროს შემეცნების ეს დისციპლინარული მიდგომები იხილვება თუ უფრო ერთიან აღქმასთან გვაქვს საქმე. აი, გამიგეთ არ არის ეს შეკითხვა მინდოდა. დიახ, როგორც ასეთი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ რელიგიისგან მეცნიერება არ იყო გამოყოფილი.
ნუ ეს ერთიანი სივრცე იყო მეცნიერებას ვერ დავარქვევთ, მაშინ მეცნიერება არ ერქვა. ნუ ეგვიპტეში ახლა მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ, რომ იქ რელიგია განსაზღვრავდა მათემატიკას, ასტრონომიას და სხვა მიმდინარეობას. ახლა შეიძლება იქ აი ეს ტერმინები არ ერქვა, მაგრამ ეს გვაქვს პაპირუსები, რომელიც პირადად ვიკვლევდი ეგვიპტურ მათემატიკურ ტექსტს და იქ არის მოთხოვნილება რელიგიიდან გამომდინარე დაძარია საშენებელი და აქედან გამომდინარე მათემატიკა უნდა იცოდეს, ასტრონომიას და სხვა მეცნიერება. ეს ერთად ხელს უშლის არა ერთმანეთს ავსებს. ამ სხვათა შორის ბოდიშით მე გარძეთ გელათის აკადემიაში და რომლის სულიერ სიმაღლეებს და მოყვა სწორედ ჩვენი ოქროს ხანა დავითის აღმაშენებლის სამეფოს აღზევება თამარის ოქროს ხანა შოთა რუსთავის ვეფხისტყაოსანი აი ეს დისციპლინები ანუ იქ ისწავლებოდა სწორედ ამ კონტექსტში ცალკე გამოყოფილად კი არა მუსიკა გეომეტრია ასტრონომია გრამატიკა არამედ სწორედ ამ საერთო ერთიან სულიერ კონტექსტში და იმას ავსებდა იმ ერთიან დედაცოდნად ანუ სამყაროს დაუნაწევრებლად ერთიანი არსებით აღქმას. დიახ, დაახლოებით იგივე მდგომარეობას ამბობ. უპირველესად მოხდა ბერძნებმა დაიწყეს რომ ფილოსოფიიდან გამომდინარე სხვადასხვა მიმდინარეობები ჩამოყალიბება. ეს საჭირო იყო, იმიტომ რომ მიმდინარე თულად შესასწავლი იყო საკითხები, უნდა დაეშალათ. დიფერენციაცია მოხდა. დიახ, ახლა უკვე დაადგა პერიოდი რომ ახლა უკვე შეუძლია სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები ერთად დაждდნენ და ინტერდისციპლინარული კვლევა აწარმოებენ. დღეს უკვე ეს აუცილებელია თანამედროვე ცხოვრებაში. ნუ ახლა მათემატიკური მეთოდები ენათმეცნიერებაში ისეთ ღრმად არის შესული, რომ ნუ მათემატიკური ლინგვისტიკა არსებობს ასეთი მიმდინარეობა. მათემატიკაზე არსებობს უფრო მეტი რომ გაგიგვირდეთ მათემატიკური ბიოლოგია. თუმცა ეს მათემატიკური ბიოლოგია ჩვენთან არ არის ისე განვითარებული, უფრო ამერიკისა და ევროპის საუნივერსიტეტო კურსებში. ჩვენ ნელ-ნელა ვახლოვდებით რაღაც წინ კი არ მიდივართ იმის ახალ ხარისში ანუ გახსენება ის რაც ჩვენ ქონდა რეალურად სამყაროს პირველ დასაწყისში ერთიანი ღვთაებრივი ხედვა დაუნაწევრებელი მთლიანი არსით ადამიანი იმეცნებდა სამყაროს შემდეგ ხდება დაშლა და შემდეგ ისევ შეერთება ერთიან ფოკუსში მოქცევა და სამყაროს ტოტალურად ერთიანად აღქმა ეს ძალიან საინტერესოა და დიდი მადლობა ბატონო გია მობრძანებისთვის ძალიან საინტერესო საუბრისთვის და მაინც ორი სიტყვით მაინც ჩვენთვის რომ ცხადი იყოს უშუალოდ ჩვენ აი თქვენი აღმოჩენა, რასაც უახლოვდები და რასაც იმედია და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს საბოლოოდ აღიარებული იქნება, აი თვითონ არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპისთვის ჩვენი ცივილიზაციისთვის, აი რა ახალი შემთხვევა აი რა მიდგომის, აი რა ახალი მიდგომით გაგვამდიდრებს ჩვენ ეს და რა შეგვიწყობს ხელ, აი სამყაროს საერთოდ აი ამ პროცესებში, რომელშიც ჩვენ ვართ ახლა ჩართული, აქ ალბათ აი რა პოზიტივი შეიძლება შეიტანოს ამან. ჩვენ ადგილს ვიპოვეთ ამ თელსოფლიოს ადგილი გვაქვს, მაგრამ უბრალოდ ჩვენი საკუთარი შენებლობა რაც გავაკეთეთ ამ ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, საერთოდ დედამიწის ცივილიზაციაში, ან ეს ადგილი ჩვენთვის უკვე გამოიკვეთება. ნუ როგორ ვთქვათ, ჩვენ კავკასიაში ვცხოვრობთ, მაგრამ ასევე აზიასთან კავშირი გვაქვს და ასევე ევროპასთან, მაგრამ ბევრი ნიშნებით იკვეთება, რომ საერთოდ ქართველი თავისი წარსულით ევროპული ცივილიზაციის სათავესთან დგას, ნუ სანამ ბერძნები ამ კულტურას წარმოაჩენდნენ და გადაიღებდნენ და გაასხვაფერებენ და გაალამაზებენ უფრო მეტად. აქ კიდე იკეთება ქართული ენის და მისი სხვადასხვა დიალექტების უფრო მეტი ყურადღებით შესწავლობს სოფლიო სამეცნიერო წრეების მიერ და ქართველურ ენებს სხვა ის მიენიჭება, როგორ ვთქვათ, უპირატესობა არა, უბრალოდ შესწავლის საგანი გახდება, როგორც ეგვიპტოლოგია, ასიროლოგია თქვენ უკვე მოგახსენეთ და გვაქვს ჩვენ საინტერესო ტექსტი 4000 წლის წინანდელი ჩვენ ქართული დამწერლობიდან გამომდინარე ანბანური დამწერლობიდან თორემ ეს ანბანური დამწერლობა არ არის ეს არის მარცვლოვანი დამწერლობები ქართული ანბანის ნიმუშები ვიცით და შუშანიკი წამება პირველი მაგრამ ეხლა უკვე ჩვენთვის იკეთება უძველესი 4000 წინანდელი ტექსტი ჩვენი წინაპრების ენა ნუ ამაზე უფრო დიდი სოფლიოში 4 ენა არის რომელიც შეიძლება 1-2
თქვათ რომ ძველი ტექსტი აქვს. იმედია რომ ის პატარა კიდე ნიუანსები რომელიც ჭირდება აღმოჩენის ოფიციალურ აღიარებას ეს ტექნიკური მხარეა მოდი ესე ვთქვათ ფაქტიურად ეს უალტერნატივოდ ითვლება და ალბათ უახლოეს პერიოდში თვითონ აი ეს იქნება დადასტურებული და ეს აღმოჩენა და შემდეგ უკვე ეს ინტერესი მართლა მსოფლიოს ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ უკვე შეიცვლება და ჩვენც შეგვცვლის ეს ბატონო გია ჩვენ გვჭირდება ნამდვილად რომ ჩვენი თავი სხვანაირად დავინახოთ ჩვენ პატარა ერი ვართ და როდესაც ესეთი მძლავრი ჩვენი საყრდენი არა გვაქვს ჩვენ შეიძლება დავიკარგოთ კიდეც რაღაც უსაყრდენოდ დავრჩეთ აი ასეთ გლობალიზაციის პერიოდში და ეს ინტერესი ჩვენ თითოეულ ქართველს უკვე შემართულს გახდის უფრო ანუ პასუხისმგებლობას ჩვენში გააღვიძებს არა მერკანტილურ არა ბიოლოგიურ ინსტინქტებს რომლის საშიშროების წინაშე ჩვენ ვდგავარ და სწორედ ევროპასაც ამ კუთხით ვიღებ ჩვენ რომ ჩვენ რაღაცნაირად მატერიალურად და ესეთი მომხმარებლები ვიყოთ და ასე დროს როდესაც თვითონ ევროპა და სამყარო ჩვენ აი ამ სხვა ნიშნით დაგვიწყებს ყურებას რომ თქვენ ხართ ძალიან დიდი ცივილიზაცია რომ კულტურა ენა ეს ყველაფერი ფაქტიურად ევროპის პირველ საწყისებთან დგახარ და აქედან წამოვიდა ეს თითოეულ ქართველს უკვე უფრო შემართულს გახდეს თავის გადააფასებინებს სასიკეთო თავის მოწოდებას და თავის დანიშნულებას ამ ცხოვრებაში და იქნებ ეს იყოს სწორედ ის ძალიან სასიკეთო ბიძგი ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის რომ ვერაფრით ვერ შევძელით აი შევდგეთ მართლა მოწინავე კულტურულ ერად დღევანდელ დღეზეა ლაპარაკი და წარსული გასაგებია ჩვენ მქონდა მაგრამ სწორედ ეს იყოს იქნებ ერთ-ერთი ძალიან კარგი ნიშანი და მიმართულების მიმცემი ჩვენი საბოლოოდ იმ საქართველოს გაბრწყინებისთვის რომელიც ჩვენს ლოცვებში და ჩვენს ყველაზე ისეთი შინაგანად გულში გვისვენია და რაზედაც ჩვენ თითოეულ ქართველი ვლოცულობდა რასაც ვესწრაფით დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო გია სტუმრობისათვის იმედია რომ კვლავ გვეწევით და თქვენი მოღვაწეობაც სასიკეთო წარიმართება შემდგომში ძვირფასო ტელემაყურებლებო მადლობთ რომ გვისმედით გვიყურებდით ჩვენ გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ